გამარჯობა. აგვისტოს 22. მივდივართ უძირო ტბაზე. ორი მანქანით მივდივართ. ერთ მანქანას გლოლაში დავტოვებთ, ერთს შოუში. შოუიდან ავალ გლოლადან ჩამოვალთ. სიკრობს დავარტყავთ. აბობენ ულამაზესიაო. შოუიდან ძალიან ლამაზიო, მაგრამ ცოტა რთული გზა არისო. გლოლადან შედარებით მარტივი გზა არისო. ჩვენ რა თქმა უნდა შოუიდან ავალთ. რთული ხა? შევუდექით ბილიქს. ასე არა და დავიწყეთ სიარული. აბა, მე ამოყავთ. შიგადაშიგ შემოგიხმიანებთ. 10-20 წუთია და დავიძარით. ჯერჯერობით ხეებზე ნიშნები არის ის მიმართულება ჩანს. როგორი კარგი მოლაშქრეები ვართ, ალბათ ქოშინზე უკვე მეტყობა ეხლა რომ დავიზარით. არა თავიდანვე ულამაზეს ნიშნები. პირველი 20 საათი წამით ძალიან დაუღლელი იყო. იმედი მომდევნო 9 საათი უკეთეს. რამდენი ეწერა ბანერზე? 5 საათი და 55 წუთი. კილომეტრი? 10.3. აქვეა რა 10 კილომეტრში. წავიდე და ზმუნარი წავიდე. შენ ყველაზე შორი მეგონი რაც გვივლია შტუგრა იყო, ხო? ხო. საათი 3 და ვჭირდა? აუ ძალიან ვერ ხოპარაკავ ძალიან ამის რა არის? შტუგარი იყო. პირველივე 50 მეტრში ბოლო მომიღო. მოკლედ დაუბერთით. მეათედი გზა გვაქვს გამოვიდა და ტრები ვართ. აუ მე ვაფშე აი არც ახლა რომ ვინმე კეთილშობილი დათვი გამოივლიდეს და შევჭამდი. ბიჭებო აი შეგჭამდა ან ჩანთებს წაგაღებინებთო ჩვენზე ბედნიერი კაცი არის. მოკლედ აი ჩვენ ახლა მაინც შემართებით ვართ რა, მაგრამ ეს არმაცი მეგობარი არ წამოვიყვანოთ რა, თორე დაგტანჯავთ გზაში. ახლა გაგვილია 1 კილომეტრი. 55 წუთია მოვდივართ. რაღაცნაირად მივეჩვიეთ. ისე დაღლილები აღარ ვართ. თავიდან ძალიან აღვართები შეგვყვა და მაგის გამო ცოტა მოგხდით, მაგრამ ეხლა ამ ულამაზეს ბუნებას უყურებთ. აზარტში ვართ შესულები. ცილება გავალთ ბოლომდე. შერასიტყვე. სასწრებია, მაგრამ ამ ტემპით თუ გავაგზავნეთ კიდე 9 საათი ვიდა. 9 საათი ნახევარი. ჯერ მაინც შემართებით ვართ რა. 9.3 კილომეტრი აქვს აქვეა ყოველ წუთში. 1 კილომეტრი კი გამოვიდა. რაღაც მაშინ. ტალღების შრიალი გვესმის უკვე. დღეს ჩვენ ყველა საიდუმლოს ავხდით ფანას. არის თუ არა უძირო ტბა, ნამდვილად უძირო? არის თუ არა სულ დაღმართი აღმართი მოსდევს თუ არა ყოველ აღმართ დაღმართი. ხვდებით ხო რა ცუდ მდგომარეობაში ვართ. ეხლა ვართ ზღვის დონიდან 1825 მეტრზე და უნდა ავიდეთ კასკეს უღელტეხილზე 3000 მეტრზე. ძალიან დიდი გზა გვაქვს ერთზეა. სულ ტყეში მოდიხარ და რამდენჯერაც ხედი გაიხსნება. ერთმანეთზე ულამაზესი ბუნებაა. და მე კილომეტრი და 700 გვაქვს გამოვლილი. პირველი 1 კილომეტრის გავლა იყო. შედარებით უფრო რთული და დაუღლელი და 2 კილომეტრის. მე მივეჩვიეთ რაღაცნაირად.
არ ვიღლებით თუ რო გითხრათ უიტყუებით, მაგრამ სემიჭკასავით გზა რა. მიდის. თუ ძალიან ზარმაცები არ ხართ, უეჭველად უნდა ნახოთ. ჯერჯერობით რას მოვდივართ? თვალწარმტაცი ტყია. დაახლოებით 2 კილომეტრში გავივაკეთ და ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ვიღაცას მივყავართ. საერთოდ აღარ ვიღლებით. უბედნიერესები ვართ. ირაკლო, როგორ ახარ? დაშენებული. აღარც გვაშინებთ? აღარც ოფლი გვასყავს? ამ ყოველი ვიცი. ეხლა კი არ გავივაკეთ, მაგრამ ძალიან პატარა აღმართია და შესაბამისად საერთოდ ვეღარ ვძნობ, რომ აღმართზე მიდიხარ, მით უმეტეს იქიდან ისეთ დაკიდებულ აღმართს მიჩვეული. ამაზე მივგლიჯინოვთ, მივდივართ. მე მდინარე თუ ჩანს იმ ქვევით, იქიდან ვარ დაძრულები და ამოსული ამ სიმაღლეზე. ნახე, გამოფიტული ხია და ქვემოთ იმასქენი. აქ რეალურად მაგის გამო გავჩერდით. ნაჟი ძალიან ლამაზია. შინთელ სიღრმეზე ესე აქვს გამოზრდილი ხეები. აქ ალბათ არ ჩანს ეხლა კარგად, მაგრამ დამიჯერეთ. აი, განვაგრძეთ გზა. გამარჯობა. როგორც მოვდივართ და ეს უნდა გაივაკოსო და ესეთი ლამაზი ხიდი ჩნდება. თავიდან შემიყვარდა ჩემი რაჭა რა. ძალიან კაია. მე თანახმა ვარ. აქვე გავშალოთ კაროები და ზემოთ ამაზე უკეთესი რაღა უნდა ვნახოთ. ხო არ დავიღალეთ. დავიღალეთ შედებით თქვებით თუ კი არ მისვენებ. იადო გაივაკა. ო. გაივაკა რა ისე. სპორას რო აიგებ და ერეროდები გამნატალებული ხასტე. ის რო ხომ მე უკვე დასვენებული ხარ გავიცე. რა უჩენზე თო. ბიჭო არ გაჩერდეთ ეხლა, დაღლა არ გავაგო. ძალიან ლამაზი. ისო ხელი. გამოხატვის. ეხლა თავს ვიტყვით, თორე ისე ტრაკი არ გვაქვს.
თითქოს ამოვედით უკვე. ცოტა გადაჭარბებულად თქვი ხა გავაბუქე, მაგრამ 3 კილომეტრი გადაგვშა და 7 გამოვიარეთ ლამის და ბედნიერები ვართ, მაგრამ ძალიან დაღლილები. არა? ულამაზესი ხედებია რა, აი. ირგვლი რომ მიმოიხედავ, ყველაფერი ძალიან ლამაზია. არა მგონია რომელიმე ახლა ისე გამოიყურებოდეთ რომ თქვენთვის мотиваციის წყაროს წარმოვადგენდეთ და ვაიმე ესეთი კარგ მდგომარეობაში არიან და რაღაცა ჩვენ სწავლთ, მაგრამ ნამდვილად ღირს ამოსვლა. და როგორც ამობენ, შოვის მხრიდან როცა ამოდიხარ, აქედან უფრო ლამაზი გარემოა ვიდრე გლოლას მხრიდან. ხო. მაგას ხვალ გადავამოწვეთ და გადავამოწვეთ კი რამდენად შეგატყობინებთ. ამბოვი იქნება როგორი. ამასობაში თამრიკო მოცვი იპოვა და ტრიფავს. თამრიკო აბა რა ხდება? ვაჩვენე მოცვი. აი ის მთამოგვეწონდა ძალიან. თუ ჩანს მანდ არ ვიცი. რაღაცნაირად ლამაზად არის დახარილი. და გამოგვაწევა ჰემოგლობინი. აი იქ ჩაღრამება რო გული რო აქვს. იმაზე უნდა ავიდეთ და გადავიდეთ. მოკლედ კაი გზა გვაქვს წინ, მაგრამ შემართებით ვართ, იმიტომ რომ აი ესეთია რა. აი გზა გავტეხეთ რა. არ გიღლის. არა ჩვენ დაშეცდომას დავუშვით, ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, რომ თავიდან რომ დავიწყეთ სიარული, გაგვიჭირდა სადაც 1 კილომეტრი ძალიან რთული დაკიდებული აღმართი იყო მოკლედ სიარული რა. მე რაღაცა მივეჩვიეთ და ვეღარ უძნობდით დაღლას. დინარისპირას რომ მივედით, გავჩერდით ცოტა ხანს წავიხემსეთ. ჩანთები მოიხსენით და მანდ ვიხდით რომ მივხარეთ, იმიტომ რომ უჩვეუდი რომ ვიყავით ამ ჩანთის სიმძიმეს მხარეზე. რომ მოიხსენით და გადავეშვიეთ, ხელახლა მოკიდება იყო ერთი სიკვდილი. ეხლა არ ვჯდებით სპეციალურად და ჩანთებს არ ვიხსნით, რომ კომფორტულ ცხოვრებას არ შევეშვიოთ. სულ ტონუსი უნდა ვიყოს. ჩვენ აი უნდა ვიდეთ, აი. შემდეგი ახლოსათან რა შორს. შემდეგი შეხვედრა ალბათ უკვე იმ თიდან იქნება, ხო? ალბათ თუ ავახციეთ იქამდე. აბა, დროებით. მოკლედ ცოტა დავიკარგეთ. მონიშნები მაინც და მაინც არ წყალობს საქაურობას. ბოლოსკენ თავიდან კარგად. ხო, თავიდან ბილიქს მოყვები და მე უკვე რო იშლება ხეობა, მანდ უკვე აღარ ჩანს. საით უნდა წახვიდე. შკარად ბევრი ხალხიც არ დადის აქედან, იმიტომ რომ გაჭრილი ბილიკი არ იყო რა. იმიტომ ეხლა ვფიქრობ წავიდეთ. იქით წავიდეთ. დარწმუნებულები არ ვართ, მაგრამ მაინც ხარეს გადავწყვიტეთ ასვლა. არა, თავში მონახული კაცი მაინც რას ნიშნავს. სკრინები მქონდა შენახული. გზის აღწერილობის და აქ ინტერნეტი არ იჭერს. კვეთრად მარჯვნივ უხვევს გზაო დინარის სათავეს რო გაცდებით. აი, წავედით აბა. პირდაპირ. ადე კირაკ. ადე. ო. ჩვენი მთავარი მიმართულება ეხ არის გასკეს უღელტეხილი. 3000 მეტრზე არის ზღვის დონიდან. ჩვენ ვართ ეხლა 2600-ზე. ადე ირაკლო, ადე. ადე ნუზარმაცო. თუ გინდათ რომ ადგეს კომენტარებში დაწერეთ ადე ირაკლი. დავსპამოთ. ახლოვით 7 საათია, 7 საათ ნახევარია. რაც გზაში ვართ. მოგალ ვისაც სიარული ძალიან არ გიყვართ, არ წამოხვიდეთ რა. და ვისაც გიყვართ ბუნება და სიარულთანაც ცოტა კარგად ხართ და იზარით წამოდით ძალიან სიამოვნეთ დაღლის დამიუხედავთ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ესეთი განწყობით ვართ ეხლა. ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ძალიან სიამოვნები ვართ. კი. სიამოვნების ზერინში ვართ. ხო, კიდე თუ წამოხვალთ რამე ისეთი სითხე ან წამალი თუ რავი როგორც არის წამოვიდეთ რომ წაისვათ კანზე. თორე
ერთ კაცზე 30 ბუზი მოდის ეგრევე. წყალი წამოიღეთ ავსეთ ამოსასვლელში. დინარის ნაპირამდე გვიყო. იქ ავსეთ. იმის მერე აქეთ უკვე ბევრი წყლებია. თევს ავსებთ. ამოდით აქ არ ვიშოხეთ საფონტორაობა. მოი მე აუდიტორიას ვესაუბრებით, კაცო ჩვენ განაც სიარული გვეზარება, დიახ, დავიღებთ. არა, ხო, ჩვენო პატივცემულო საზოგადოება. ძვირფასებო. ეგან გითხარით რომ იქიდან იქნება შემდეგი კადრი თქო. არა. მოგატყუით. ეხა შეგვეცვალა მიმართული. აქედან ჩაგერთით მაგით. და შემდეგი მიმართულება გვაქვს ის რომელზეც დიდი იმედი გვაქვს რომ ეს არის დოლომისი და ეს არის კატიწურა. ვაიმე, დედა. აი დედასა, რისასა. ხალის არ კარგავთ სიმღერას ვაგრძელებთ. მიმართავ სპონსორებს. სპონსორებს არ მიმართავ. ვის მიმართავ? ვინც გვიყურებს იმას მიმართავ. გენაცვალეთ ყველას რა. დაგვსპონსორებთ თუ არ დაგვასპონსორებთ, ჩვენ თქვენ მაინც გვიყვარხართ. ხო, ჩვენ თქვენ მაინც გვიყვარხართ. იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს კარგი ხალხი და ცუდი ხალხი ჩვენ არ გვიყურებს. ხო არ გვიყურებთ? ცუდი ხარ კაცი. და აი როგორც იქნა მოვედით. ულამაზესია. უბრალოდ ძირი აქვს და ეს ის არ არის რაც ჩვენ და თქვენ გგონია. არა რაღაცა ლამაზია. საღამოს მეც გამოვჭდი. მოკლედ გზა აგვებნა. ვიარეთ ზედმეტი და შესაბამისად ბილიკი დაგვიგრძელდა. ანუ ბოლოს მომადექით ამ ნიშნულებს ძლივს ვიპოვეთ. ვაპირებთ დაბლა დაბანაკებას, იმიტომ რომ ზე ჩავიდა და შესაბამისად სიბნელეში ასეთ კლდეზე სიარული ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოვიფიქრეთ, რომ უნდა გავაგრძელებინა გზა. გვინდა რომ გასკეს უღელტეხილი გადავიაროთ დღეს და რა ვიცი თუ სადმე შეგვხვდება ისეთი ადგილი რომ დავაბანაკდეთ და სინათლეც აღარ იქნება. ბოლომდეთ მასთან. ხო. სად უნდა დაბანაკდე, როგორ? რა ვიცი, შენ არ ამბობდი? ეს მასთან უნდა დავარჯო დროშა. სადა გაქვს დროშა? ეს ოფისერ როუდის. ან არადა წეგან ლამის იტირა რომ გეახვეწებით დავაბანაკდეთ. ფეხის ტერფები მткиვა. მე გამოგცადეთ თორე, ნახე როგორ ცეკვაცებით ამოვიდე. აი ეს არის ბოლო მონაკვეთი, ანუ სადაც ეხლა მე ვარ, ეგ იყო ცოტა რთული. მოკლედ მეტრებს, სანტიმეტრებს და ყველაფერს ვითვლით, ისეთი დაღლილები ვართ რა. იმედია დღევანდელ დღეს ბოლო ჩართვას გავაკეთებთ უძიროთან. კარგად. ვაიმე, ხო. ამოვედი დამსხვრეთ. რა ლამაზია ღმერთო. გამოჩნდა სინათლე. ვა. ოპა. უკა, ხوار დაგორდი, მომიც ჩემ ტელეფონი. ლამაზია. ის არის
დილით დავიწერით 10 საათზე და 12 საათი მოვდიოდით. როგორც ნახეთ, მოკლედ დავიკარგეთ დაახლოებით 2 საათი, 2 საათი ნახევარი დაგჭირდა გზის გამოკვლევაში. ძალიან დიდი დრო დავუკარგეთ და 10-20 წუთი წამოვედით იქიდან. და 10 საათი იყო, ღამის 10 საათი იყო, რომ მოვედით. ანუ 12 საათ ნახევარზე მეტი დაგჭირდა, რომ აქამდე მოსულიყავით რა. არც უსაფრთხო არ არის. სიმაღლის შიშ თუ ხარ უნდა გამოხვიდე, იმაზე არავის შეფხვევაში. კლდეზე მოცუცობა რა. ძალიან დამღლელია თან. მარკირებაც არ აქვს ბილიქს. ლამაზი ნახდად არის ვერ ვიტყვით არ არის. თუ გულით ხინდათ უნდა წამოხვიდეთ, ამოხოთ ჩვენებებს როგორც ჩვენ ამოვიდეთ. რა უნდა ჭამო რაჭაში? თუ არა რაჭული ლობიანი, ლორიანია. რაჭული ლორი. ლორით. ლორით კი ბატონო და ვანჯგარო. მოდი გავმოჭოს. ის ამოჭოს. მე ასე მგონია რომ ვისაც მუღამი აქვს უნდა ნახოს იქიდან ხარიც. მე მაგალითად მუღამი მქონდა რომ იქიდან ხარიც მინახა, აქედან ხარიც მინახა. მოკლედ მე გეუბნებით რომ არ მოხვიდეთ. კარგი. თუ ამოხვალთ ამოდით გლოლას მიდან და დაიხმარეთ ცხენები. ამოდით ლამაზია ხო. საჭი რომ მოდიეთ ვაპირებდი რომ ხვალ ჩავსულიყავი. მაშინ მაგრამ ეხლა არ ვიცი რა გამოგვაქვს. მეგობრებო. ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს. თავის კუთხეებით, თავის ამ სილამაზეებით. ასე რომ ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს თლიანად. დღეებს ველებს წყალს თლიანად. ოს კუთვნების პილას ესამოჭერი. მოდი დავიძინეთ და ხო დიდი დღეა, დიდი. იქნება გათენებული კადრი, მაგრამ ვერ დახვილებით რომ ლამაზად გავათელეთ, იმიტომ რომ მაგრად გვიცინება. მაგრად დავიღალით. დილომში დუს. ავიღეთ. გამე. ავიღეთ ახლა გიძინა რა. ო, ცოტა ხული გამე ქონდა. იდა ჩეციობით არ შეგწევია, მაგრამ ცოტა დამრეცევი და ანუ რელიეფი ესე პირდაპირ შეხედავთ, თქოს არის სწორი, მაგრამ ძალიან ისეთი არის რა, ამოგურცულები არის. პარალონის ძებნაში ვიყავ მთელი. მაგრამ კაი. ერთ კარგი გამოცდილება იყო. სასიამოვნო იყო ის ხელაგზის გამოვლაც. სასიამოვნო ჟესტი იყო, რომ ხალხი ვინც დაგვხვდა ადგილზე გვიან რომ მოვედით ყურადღება გამოიჩინეს. შორიდან გვითადნენ შუქებს და გვანიშნებდნენ სიმღერით, რა ვიცი ყველაფრით და რომ მოვედით მე კიდე ძალიან ესეთი გრანდიოზული სადღეგრძელო დასვეს რომ შვიდობით დალიეს. რომ შვიდობით აი რო დაბნელდა იმის აი გულს როიქებს და იქიდან დავუშვით. ეს არ ვიცი როგორ ჩანს ახლა კამერაში. მაგრამ არც ისე ახლოა. ალბათ მაინც თურმე წამოვა, ალბათ გლოლო და უნდა წამოვიდეს, როგორც ადგილობრივ კონკურსში ერჩვენა. მოკლედ ამაზე ჩვენ ვერ შევთანხმდით რა, იდეაში მე ასე ვფიქრობ, რომ თუ ერთხელ მოდიხარ აქ, ორივე მხარე უნდა ამოდი შოვიდან ჩადი გლოლო. ოღონდ არ უნდა გქონდეს სიმაღლის ჩიში და უნდა შეგეძლოს სიარული, იმიტომ რომ შორია და დამღლელი გზაა ძალიან. და 4 სიარულიც უნდა შეგეძლოს. ხო.
მარკირებებზეც როგორც აღნიშნეთ, არ არის წესიერ მარკირებული. ჩვენ გზააგვებნა გუშინ და 1-2 საათი მაგაში დავკარგეთ. შესაბამისად ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ შეიძლება დავუშვით იმ დღესვე აქ ვერ გადმოხვიდეთ და იქით მხარეს ხვევით დაბანაკდეთ. საწაუმი ყონი, საწაუმი. არა ხარ ბედნიერი. უბედნიერესი ვარ. ანუ რეალურად ვისაც, რა ვთქვათ რა, საბოლოო შეჯამება. ვისაც ლაშქრობა და ესეთი ფეხით სიარულები უყვარს, არის სულ სხვა თვალით დანახული რაჭა. ანუ ესეთ რაჭას ქვემოდან ვერ დაინახავ რა. ეგ არის და ეგ. ვისაც უყვარს, წამოვა. მე პირადად აქ მეორე წამოწლელი არა ვარ. მოკლედ ეხა ჩაგემშვიდობებით დროებით. იცით რატო უნდა გამოგვიწეროთ? იმიტომ რომ ჩვენ თქვენნაირები. მე თუ დამურდგაღმეთო. უბრალოდ საქართველოს სიყვარული გვაქვს. ხეტიალის სიყვარული გვაქვს. გზა გვეძახის ამდენად. და ამის გამო როგორც კი გამოვითავისუფლებთ ხოლმე დროს, ვცდილობთ რომ გამოვიდეთ ქალაქ ჩვენი გარეთ. სპონსორები რო ხელფასებს დარიცხავენ. ვცდილობთ რომ გამოვიდეთ ქალაქ გარეთ და გავერთოთ ჩვენთვის სიამოვნოთ. თქვენც თუ გასიამოვნებთ ხო კარგი ადრებით. თუ არა ჩვენთვის დარჩება და 10-15-20 წლის მერე რომ ვნახავთ. ჩვენ ცოტა მოხუცები ვარ და ამას რო ვნახავთ სიმღერაში. აბა რა არის ამის მიზანი? რა ის საკითხია? მოყევი. იმედია ლამაზი გამოვა ჩვენი ვიდეო, ჩავით დრონის კადრები ყველაფრიანად. ჩვენ ვისიამოვნებთ, იმედია თქვენც ისიამოვნებთ. თუ არ ისიამოვნებთ კიდე და ჩვენ თავარი ამის მოტივი ეს არის რომ წლების მერე მოკლედ ნახოთ ეს ჩვენი თავგადასავლები რა. ეგ არის და ეგ. ანუ არაფრის გამო არ ვაკეთებ ამ ყველაფერს, უბრალოდ ეგ არის რომ წლები რო გავა. რატო ფიქრობს მე სხვას ლაპარაკობს გამოგიწინე? წავედი დავაფრინებ დრონი და შევარდეთ მე მაჭამეთ რამე თუ არა. ოი ვიზია. ვიბრიდები ჩვენს. საღმართი ამოვიარეთ. დაახლოებით 15 წუთის გზა იყო. ამ დროშასთან მოვდივართ და აქედან უკვე იწყება ძალიან დაღმართი. ახლა ჩვენ ბრუნდებით უძირო ტბიდან გლოლას მიმართულებით. ის აღნიშნოთ რომ გუშინ ჩვენ რო შოვიდან წამოვედით. აი ამ თების იქეთ ამოვიარეთ. ცოტა ზემოთ და იქიდან დავუშვით, აი იმ გზაზე დავუშვით, ჩავედით იქიდან. ხოდა თქვენ ასე არა. ლევისჩი. კაი, დავიზარით და და წალი შევავსეთ და შემოვედით ტყიანში უკვე. ჩერდილებიც გვაქვს. აღარ სუცხელა ისე. კიდე რა პრობლემები აღარ გვაქვს? აღმართები აღარ არის. დაღმართებზე მოდივარ და უკვე
გავიშვით, აღარ ვიღლებით. მარტო ფეხის ტკივილი თუ შეგვაწუხებს ხოლმე შეგადაშიქტორე. მეტი არაფერი. დაახლოებით 2 საათში ვიქნებით. ის ერთი წყალი შევხვდა გზაზე. ესე იგი, გლოლადან რომ მოდიხარ, ტყეს რო გამოსცდები, იქ არის ერთი წყალი და მეორე წყალი არის. მეორე წყალი არ არის. უკვე უძირო ტბაზე არის მეორე წყალი. და უძირო რომ მოდიხარ, სანამ ტყეში შეხვალ, წყლის გადავლა მიწევს. ეგ ერთ-ერთი წყალია მოკლედ ამ გზაზე. და უცებად მან უნდა მოიმარაგოთ. გინდათ რომ არ მოკვდეთ. უწყობ. მოკლედ წყალი საჭიროა ხელგაზე. რელიეფი სასიეროდ მარტივია. ამოსვლაზეც და ჩასვლაზეც. შოვისკენ რო იყო ეგეთი გზა ნახდათ არ არის. ჩვენ ხა ჩავდივართ და თავისუფლად უფრო მართალია, მაგრამ რო ვადარებთ ეს ბევრად უფრო მარტივია თან ბილიკიც ისეთია რომ არ არსებობს გადაუხვიო ყველა ვარიანტში უძირო ტბაზე მოხვდები. მოკლედ გლოლადან ბევრად უფრო კომფორტული ამბობია. ბილიკის ბოლოს, იმედი გვაქვს რომ ბოლოს. ასე ლამაზ ნაძუნარში შემოვედით. გადაღების თავი აღარ გვაქვს. არაფრის თავი აღარ გვაქვს, ერთი სული გვაქვს, როდის ჩავალთ და დავსხდებით მანქანაში. მაგრამ ეს აქაურობის სილამაზეს არ აკრინებს უბრალოდ ცოტა რთულია. არ ვიცი აქ ჩანს თუ არა, მაგრამ გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს როგორც იქნა. ჩვენ კი უკვე ისე მივიზლაზნებით რომ აღარაფრის თავი აღარ გვაქვს, მაგრამ მაინც გაგვახარა სახლების დანახვა, ესე იგი მალე გავალთ. 5 საათი და 10 წუთია რაც მოვდივართ. ესე იგი 4 საათნახევრის გზა ესე გამოდის რა. მე ხა ნელა მოვდიოდი რა. ესე გამოდის. 4 საათნახევრის გზა უძირო ტბიდან გლოლამდე. არა ჩვენ კი გაგვწვდა კანცი. ჩამოვედი. 5 საათი და 15 წუთი დავფიქრე ჯამში. აბა, რა ემოციებია, როგორი ბედნიერები ხართ. დამშვიდს წამიყვანეთ. დამავრუნეთ. ხალხს აღარ უგავართ მოკლედ ისეთ მდგომარეობაში. ბიჭო, აქედან ნაწილი უძირო ტბა 4 და 30-ი რანაირად უნდა ახვიდე. ხო, მოკლედ ტრაფარიტას არ ენდეთ. არე, ტრაფარიტზე რასაც აიკითხავთ, 3-4 საათი დაამატეთ ზემოთ. უიმე. ეს 4 ტელეგრამს ურგით. აბა. იჯბაის, სუკათ. ასე სასიამოვნოდ დაღლილები დავემშვიდობეთ რაჭას. დავემშვიდობეთ ირაკლიცაც და ზღვისპირეთში გავაგზავნეთ ჩვენი მოგზაურობა. მაგრამ ეს სხვა ისტორია.